გამოშვებას განსაკუთრებით გორელებისთვის საინტერესო და სასიხარულო ინფორმაციით ვიწყებთ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე გორის დილა საქართველოს ჩემპიონია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გორელებმა სამტრედიაში 1-0-ით გაიმარჯვეს. ახლა მათ 60 ქულა მოუგროვდათ და თბილისის დინამო ქულებით რომც დაეწიოს, პირად შეხვედრებში გორელებს უპირატესობა აქვთ. 0-0 გორში, 2-2 თბილისში. დებულებების მიხედვით კი თანაბარი ქულების დააგროვების შემთხვევაში უპირატესობა უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგებს ენიჭება. ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ამრიგად, დინამო არენაზე ორმა გატანილმა ბურთმა გორელები ჩემპიონები გახადა. ტელეკომპანია დიეს საინფორმაციო სამსახურის სრული შემადგენლობა გორის დილას ულოცავს გამარჯვებას. ეს არის ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქალაქისთვის. ამ წარმატებისთვის ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ და ძალიან სასიამოვნოა, რომ ესე დაგვერგვინდა და ქალაქს მოუტანეთ დიდი სიხარული. პირველ რიგში მიულოცავ მთელ ქალაქს ამ ისტორიულ და ღირსეულ წარმატებას. ძალიან გახარებულები ვართ. მიულოცავ კლიანად გოლს, აქვს და დავიცი. ყოველივე საუკეთესო სულსუვებ. ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა ის, რომ თამაშის გამარჯვება მოახერხეთ, რომ გავიმარჯვეთ. საქართველოს ჩემპიონები გავხდით ეროვნულ ჩემპიონატის გამარჯვებული, სამტრედიასთან დაძაბული საინტერესო თამაში გამოვიდა. შეიქმნა მომენტები, დავცხართ ხოლმე ერთი მომენტის გამოყენება შევძლებთ, მაგრამ ეს ერთი მომენტი გამოჩნდა იმისთვის კარგი, რომ 3 ქულა მოუპოვეთ და გავიმარჯვეთ. ულოცავთ თითოეულ გოლს კიდევ ერთხელ საქართველოს ჩემპიონობს.